რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში? ყველა ბავშვი ჭირდება თავისი მშობელის სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის. ქართული ოცნების 13 წლიანი მმართველობიდან ბოლო წელი განსაკუთრებით შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა იმ გმირებისთვის, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლას შეეწირნენ. 2008 წლის აგვისტოს ომის გმირი და გაუტეხელობის სიმბოლო უაზროდ განწირულად მოიხსენია ოცნების იმ წევრმა, ვისაც პარლამენტის კომისიის ხელმძღვანელობა ჩაბარდა, რომლის მიზანი 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს დადანაშაულებაა. ქართულმა მხარემ დაიწყო საომარი მოქმედება. საერთაშორისო უნდა გააკეთა აბსოლუტურად გაუაზრებელი არადეკვატური ქმედება, დაიწყო ცხინვალის დაბომბვა. 2008 წელს ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა. 2008 წლის აგვისტოს ომიდან ზუსტად 17 წლის თავზე ოცნება ისტორიის გადაწერას ცდილობს და ომის დაწყებაში ისევ საკუთარ ქვეყანას ადანაშაულებს. განცხადებები წლიდან წლამდე კიდევ უფრო მძიმდება და ამტკიცებენ იმისგან განსხვავებულს, რაც უკვე მთელმა ცივილურმა სამყარომ იცის, რომ ერთადერთი აგრესორი, ოკუპანტი და ომის დამნაშავე რუსეთის ფედერაციაა. ჩვენ აუცილებლად გამოვზებდით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ. იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად მოღალატე ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები. ბიძინა ივანიშვილმა ეს ანტისახელმწიფოებრივი განცხადება ქალაქ გორში გასულ წელს გააკეთა იმ ადგილას, რომელიც ტყვიებით იბომბებოდა და რომლის მოსახლეობამაც ყველაზე მძიმედ გამოსცადა ოკუპანტის სისასტიკე. ივანიშვილი, რომელსაც სიტყვით გამოსვლაში რუსეთის საერთოდ არ უხსენებია, ცდილობს ოკუპანტის სახელმწიფოს კვალის წაშლას და სასტიკი ომის ქართულ ოსურ დაპირისპირებამდე დაყვანას. როგორ შეიძლება იმ ადამიანის, იმ დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების მშობლებს, შვილებს თვალში როგორ უნდა ჩახედონ? 2008 წლის 7 აგვისტოს გამთენიისას რუსეთის რეგულარული სამხედრო ძალები, რომლებსაც მშვიდობის მყოფელთა სტატუსი არ ჰქონიათ, საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო იერიშს აწარმოებდნენ, რასაც საქართველოს შეიარაღებული ძალების მხრიდან ცეცხლის გახსნის პასუხიც მოჰყვა. იმას, რომ ოკუპანტმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 7 აგვისტოს გადმოკვეთა და სამხედრო მოქმედებები გაცილებით ადრე დაიწყო, დეტალურად იხსენებს აგვისტოს ომის მონაწილე და მაიორი. რუსულმა ეგრეთ წოდებულმა სამშვიდობოების სარდალმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ბომბავდნენ ქართულ სოფლებს. ერეთში, ავნებში 2 ადამიანი დაიღუპა, 5 დაიჭრა სამშვიდობოები. რას ნიშნავს? ეს ყველაფერი ხდება 6 აგვისტომდე. მოდით ეხლა დავჭკვიანდეთ ყველა ერთად და კიდევ ერთხელ არ დავინახო, რომ თქვენ წონს აუწიოთ. გასაგებია? წულუკიანის კომისიის ხდომებიდან მოკლე ამონარიდებიც კი საკმარისია იმისთვის, რომ მიხვდე რა დამოკიდებულება აქვს ქართულ ოცნებას ომში მონაწილე გენერლების მიმართ. ოცნება თვეების განმავლობაში მიმდინარე ხდომებზე დაჟინებით მოითხოვდა მისთვის სასურველი პასუხების მიღებას, იმას რაც ერთ-ერთში ემთხვევა რუსეთის ინტერესებს, რომ თითქოს ქართულმა ჯარმა ცხინვალში მძინარე მშვიდობიანი მოსახლეობა დაბომბა. ამაზეც უნდა ვიმსჯელოთ, აზე უნდა ვიმსჯელოთ, ოცნებმა ვერ შეასრულა დავალება და აქ უნდა გადავუწყოთ თუ ეხლა მაგას მე რომ თურმე მე უნდა დაუვისა რა ქვია პოზიცია მე უნდა დაუგეგმო მე ვაძლებ დავალებას ოპერატიულ დონეზე ტაქტიკურ დონეზე და მივიდეს და შეასრულოთ ისე ილაპარაკეთ რატო შეიძლება მიუხედავად იმისა, რომ ჰააგაშიც და სტრასბურგშიც დავები რუსეთს საქართველოს აგვისტოს ომთან დაკავშირებით ქართული მხარის სასარგებლოდ გადაწყდა, ოცნება ახლა უკვე დოკუმენტურად ცდილობს, რომ ომის დაწყებაში მაშინდელი პრეზიდენტი დაადანაშაულოს. ეს კი სახელმწიფოს და ჯარის დადანაშაულებას ნიშნავს, რადგან 2008 წელს მთავარსარდალი სწორედ მიხეილ სააკაშვილი იყო. რუსები კატეგორიულად მოითხოვდნენ, რომ მე დამეტოვებინა საქართველო. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩამოკიდებით მემუქრებოდნენ. მე არამხოლოდ ფეხი არ მოვიცვალე, არამედ შევძელი საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზაცია. სწორედ ჩვენი ჯარის თავგანწირვამ და ცოტა მოგვიანებით ამერიკისა და ევროპის ლიდერების ჩარევამ, მათ შორის ამერიკის მე-6 ფლოტის გემების გამოგზავნამ შეაჩერა რუსეთის ჯარი თბილისის მისადგომებთან და იმ ეტაპზე პუტინს ხელი ააღებინა საქართველოს სრულ ოკუპაციაზე. აგვისტოს ომის 2 თარიღი რომ არ არსებობს და რუსეთის საქართველოში რომ 7 აგვისტოს შემოიჭრა, ამაზე საუბრობენ სამხედრო ექსპერტები. ამბობენ იმას, რომ ომის წინა დღეებში რუსეთის პროვოკაციების შედეგად დაიღუპა და დაშავდა რამდენიმე ადამიანი. 7 აგვისტოს კი უკვე საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ქვედანაყოფები გადაადგილდებოდნენ.
პროვოკაციები დაიწყო ერთი კვირით ადრე და გარკვეული სხვადასხვა ინტენსივობით სხვადასხვა დღეს იყო დაჭრილები, დაღუპულები. აქედან გამომდინარე, უბრალოდ 2008 წლის 8 აგვისტო არის როცა ინტენსივობა გაიზარდა და უშუალოდ ცხელფაზაში გადავიდა. მაგრამ ხო, რა თქმა უნდა, ომის დაწყება შეიძლება იყოს 2007 წლის 2008 წლის 7 აგვისტოს სიმბოლოდ აღებული, იმიტომ რომ რუსული ქვედანაყოფების გადაადგილება ამ დღეს დაიწყო. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ უთანასწორო ბრძოლაში რუსეთის მიზანი საქართველოს სრული ოკუპაცია იყო. ეს უფრო კარგად გამოჩნდა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ. ოკუპანტის სახელმწიფო უკვე წლებია ცდილობს, რომ გაანადგუროს ყველაფერი ცივილური. შესაბამისად, საქართველოში საომარი მოქმედებების დაწყების გეგმა რუსეთს დიდი ხნით ადრე ჰქონდა. ძალიან არათანაბარი იყო ძალები და ამ ფონზე მართლა გმირობის თოლფასი იყო ის, რომ ის რამდენიმე დღე ჩვენ აქტიურად ვაკავებდით რუსულ ძალებს, სანამ მთელი მსოფლიო გამოფხიზდა, ჩაერთო და შემდეგ მოხდა ცეცხლის შეწყვეტა. ბევრი მაშინ ვერ ხედავდა პუტინის აგრესიულ ბუნებას. ეს უფრო მკაფიო გახდა 2014 წელს, როცა ყირიმის ანექსია მოახდინეს და დონბასში ომი დაიწყო და ახლა უკვე ყველასთვის ცხადია. 2008 წლის აგვისტოს ომს წინ უძღოდა კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება. იმავე წელს კი ნატოს ბუქარესტის სამიტზე განაცხადი, რომ საქართველო აუცილებლად გახდებოდა ნატოს წევრი ქვეყანა. საბოლოოდ კი 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა.